რა ხდება საჯარო უწყებებში და როგორ ირღვევა სისტემა მთლიანად. რამდენიმე დღის წინ თხოვეს იურიდიული კონსულტაცია და საკითხი ეხებოდა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა კონკრეტული ჯარიმა გადაიხადა თავის დროზე აღსრულების ეროვნული ბიუროდან, მას მაინც მიუვიდა ყადაღა და რაც ბუნებრივია, გაუგონარი, უკანონოა. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, უკვე ჩემ პრაქტიკაში არაერთხელ მოხდა მსგავსი შესთხოვა. რეალურად მსგავსი პრობლემები სხვა მრავალ სახელმწიფო უწყებაში გვხვდება, მაგალითისათვის სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა და ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია პრაქტიკულად თვეებია უკვე შეუძლებელია. ასევე მოგესალმებით, არსებობს ერთი საიტი MyGov.g, რომლიდანაც შესაძლებელია რომ ელექტრონული სერვისები მიიღოთ, თუმცა ეს პორტალიც ფაქტიურად უფუნქციო აღმოჩნდა და ასევე სულ რამდენიმე დღის წინ ალბათ ყველა გაიგებდით იმასაც, რომ აბეჭდილი პასპორტებიც კი უსარგებლო აღმოჩნდა და ეს ფაქტები არ არის მხოლოდ ცალკე აღებული შემთხვევები და პირდაპირ ვთქვათ, ეს არის დაკავშირებული სწორედ იმ მოვლენებთან, როდესაც ამ მავნებელმა პოლიტიკურმა სისტემამ უბრალოდ განკვეთა კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურეები საჯარო უწყებებიდან და რეალობა არის სწორედ ის, რაც არის და სამწუხაროდ მომავალშიც ალბათ მსგავსი ან უარესი შემთხვევები გვექნება. გამოსავალი ბუნებრივი არის ერთადერთი, რომ კვლავ მოხდეს იმ კვალიფიციური კადრების აღდგენა საჯარო დაწესებულებებში, რომელზეც იდგა საჯარო უწყებები და მთელი სისტემა.